მე-19 საუკუნეში უკვე, როდესაც რუსეთმა ოკუპაცია და ანექსია განახორციელა, აქ ასახლებს ეგრეთ წოდებულ სექტანტებს. ვატიკანს აღიქვამენ როგორც პირდაპირ მტერს და დიპლომატიური ურთიერთობაც არ აქვს ვატიკანს. რა იდეოლოგიის გატარება უნდა საბჭოთა კავშირს, თქვათ, უკვე ცივი ომი რო დაიწყო. რატომ მიდის დათმობაზე ეკლესიებთან და რა შეჭირდება? რა პროცესია გაკომუნისტება, ესე რომ ვთქვათ, ეკლესიების? ანუ დამორჩილი. უკვე 70-იანი წლების მონაცემებით ვინ არის მორწმუნეები ძირითადად? ესენი არიან საბჭოთა კავშირში დაბადებულები, ვინც თქვათ კონკავშირიც გაეარა, ორდენებიც სავსე აქვს კერძზე. რას თხოვლობდა სანაცვლოდ სისტემა ამათგან? ლოიალობა, რა თქმა უნდა, ქადაგებების დროს თბილისში 4 ეკლესია იყო მილიონერი, რომლის ანგარიში იყო 2-3-4 მილიონი. ყოფილა ცნობილი სკანდალები, პირობითად სასულიერო პირების უშიშროებასთან თანამშრომლობის შესახებ. რამდენი წლიდან?